არა, განათება არ ვარ. განათება არ ვარ. საშინელი. მოგესალმებით. მადლობას გეტყვინებიას, რომ ამორჩია ეს ადგილი ჩვენთან და მოგცა საშუალება, რომ ვინახეთ თქვენ, გაგვეცადოთ მობრძანებისთვის, თქვენი მხარდაჭერისთვის, თქვენი სიყვარულისთვისა და ჩემი ბედნიერებისთვის. დიახ, დღეს მე ნამდვილად ვარ ძალიან ბედნიერი ადამიანი და რაც შეაგროვე ჩემზე ჭორები, უსათუთეს ჩემს გრძნობებს ისე გადაუვა. რატო არის ის? მე ხმამაღლა წავიკითხა. პირველ რიგში მოგესალმებით, უკეთ მივაწვდინო თვალით სისიქით ჩამალულ გზეს. როგორც კი გავიფიქრებ, რომ დღეს უკვე გვიანია, რომ ზე ისევ დამემალა და უჩემოდ გადაცურა ცის უკიდეგანო ჰორიზონტი, გული მომდის და სიბრაზისაგან წერას ვიწყებ. ჩემო ძვირფასო მეგობრო, როგორ ხარ? ზე ისევ შენთან გამომეპარა. ის ნავსაყუდელი. აი, დიდ მადლობას მინდა ვისაკეთო შემთხვევით, ნათი. მე გაგიცანი თქვენ და დიდი მადლობა მოუხადო ქალბატონ ლიკას და მის მეუღლეს, რომ 30 წელიწადია ჩამოაყალიბა ეს ქართული სულიერების ცენტრი. ხო და სადაც ნებისმიერ პატრიოტ ქართველს მოესწრება და თავის სიტყვა ეთქმის. ნათი, მართლაც ქალბატონი მზიასი არ იყოს. გაოცებული ვარ თქვენი ნიჭიერებით და ვითი, რომ მე არ მინახია, მე თვითონ დავიბადე პოეტის ოჯახში. ხო და ვიცი, რაც არის პოეზია. პოეზია ეს არის ღმერთისგან რჩეულებს ეძლევათ. თვითონ ნიჭი პროზისაც და პოეზიისაც. და ღმერთისგან რჩეული ხარ, ნათი, იმიტომ რომ ჯერდი როწერ და ჩვენ ქონდა საუბარი, თქვენი წიგნები წაკითხული მაქვს, მე თქვენ მაჩუგეთ, 4-ვე წიგნი მაქვს წაკითხული და ჩვენ საუბარიც ქონდა, ნათი. ეს არის თქვენი დიდი გზის დასაწყისი. მე ასე ვიჯერა, ნათი, მაშინაც გითხარით, გახსოვთ და გულახდილი საუბარი ქონდა. უნიჭერესი გოგონა ხართ, მინდა რომ სულ წინ გიეგებლოთ და იცით კიდე როგორ და მადარწმუნებული რომ ასეც იქნება. მიყვარხართ, ნათი. და ამ ადამიანებსაც, თითოეულ ადამიანს ჩვენ დამსწრე საზოგადოებას აქვს. უდიდეს მადლობას მოგახსენებთ, რატომ იცით? იმიტომ რომ ჩვენ ერთი ქართული სულიერება გადაგვარჩენს და თქვენი არ იყოს ქალბატონო, ხო, ერთი სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ. უნდა დამთავრდეს, მე დამთავრდეს ეს იმისტობა და ამისტობა. გავერთიანებულიყავით საქართველოს სიყვარულით და ყველას ვეკეთებინოს ქართული საქმე. და ისეთ დრო დამდგარიყოს, რომ მალე დაუბრუნებულიყავით ჩვენ და ჩვენი საქმე ყველას ვეკეთებინოს ჩვენ მშობლიურ ქვეყანაში. უბრალოდ არ შემიძლია ახლა გვერდი აუარო, ეს არის უდიდესი დღე ჩემთვის და უძვირფასესი დღე. მაგრამ მე აფხაზეთში დაბადებული და გაზრდილი ვარ. ამიტომ მე მინდა რომ ცოტა ისეთი ლექსია, მაგრამ არ შემიძლია რომ აფხაზეთზე ნათიას ნებართვით ლექსი არ წავიდეთ ხომ სოხუმის დაცემის დღეა დღეს. კი, სოხუმის სამწუხაროდ, კი, სამწუხაროდ ჩვენთვის ძალიან მძიმე დღე არის. ხო და ამიტომ წავიკითხავ, ჩემი გვარი არის ჩემიანი, ხალდენ შეგიტყვა ნათია, მაგრამ ჩემი გვარი არის ჩემიანი, ეს ფსევდონიმია, იმიტომ რომ მამა ჩემი ხალდედანი იყო. ნათი, თქვენ ნებართვით შემიძლია რომ წავიკითხო მამიკოს ლექსი. იმიტომ რომ აფხაზეთი ჩვენი სადგივარია, ყველა სადგივარია. აფხაზეთი არის 64. არ ვიცი, აი მე თვითონ სვანეთის კუთხიდან ვარ წარმოშობით, მაგრამ ყველა კუთხე არის ძალიან ლამაზი, მაგრამ უაფხაზეთო საქართველო ვერ წარმომიდგენია და მოვიდეს ის დრო, რომ ჩვენ გავბრუნდეთ და მე ვიცი, რომ ჩვენ თუ გავერთიანით ქართველების სიყვარულით, ჩვენ აფხაზეთის დაგვიბრუნდება. თავარი არის სიყვარული ღმერთისა და ერის წინაშე. შენი სადგივარი გაზაფხულდა მეკინცივა აფხაზეთო უშენოდ ვინ პატრონობს ამ ვის ძინავს შენ კალთაზე უზნეოდ თვალწინ მიდგას გაკოჭილი ქალი გამოფატრული გოგო ბიჭი ყელმოჭრილი ალმოდერულ ფარდულში თითქოს დღესაც შველას მთხოვენ ხანძრებიდან სახლები შვილის სული ღონეს იკრებს გასივებულ ნახველში იბერება ბრძოლის ჟინით, გული რკინად ქცეული, საქართველოს თვალის ჩინი მიხმობს ტყისგან ძლეული, გაზაფხულდა მეკინცივა აფხაზეთო უშენოდ
მენატრება შენი წვიმა, შენი ღამე უენო ტკივა, შენი სატკივარი გული მეთან აღრება, ძმები კერჩი ნატყვიარი, თხოვენ სისხლის აღებას, მაგრამ ჩვენ სისხლი არ აგვეღოს, ჩვენ სიყვარულით ჩავხոտებოდეთ ერთმანეთს. მადლობა, ამ შემთხვევაში და მიყვა. დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს ასეთი ემოციური ლექსის გაზიარებისთვის და ახლა მინდა ჩვენს ძვირფას ადამიანს დედუს ქალბატონ ზია კანდელაკს. ზია ცოტა ისეთი სახელია და ვინც ზია არის ეს მოუყვება. საქართველოს დედა ჩემიც ზია არის და აი ამდენი მზეები ყავხართ აქ. დიახ. ზიას თბილისში ვარ და ალბათ იმედა. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო. მოხარული ვარ და ძალიან მეგობრად, რომ აი ასეთი საზოგადოება, ასეთი ჩვენი ქართული დიასპორა წარმოქმნილი არის დღეს და აი ასე ვდგებართ ნადიას მხარში და მხოლოდ ნადიას არის აი ძალიან ბევრი ჩვენი ქართული ღონისძიებები, ჩვენი ქართული დიასპორის შეხვედრები თავდება ერთმანეთის სიყვარულით, მოფერებით საქართველოს სიყვარულით და სამწუხაროდ ისეთ შორს ვართ და ისეთ პირობებში ვართ, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისადმი გამოვთქვათ და მეტი ჯერჯერობით არაფერი პირადად ჩემი მხრიდან. რაც შეეხება ნადიას, ძალიან ბევრი რამე ითქვა ნადიას შესახებ და მეც ძალიან ბევრი თქმა მინდა, მაგრამ არ ვიტყვი, რადგან ერთადერთი მინდა ნადია შევადარო ვულკანს, რომელიც ამოიფრქვევა და ცხელი ლავა მიდის, არაფერი იმას ვერ შეაჩერებს, არანაირი დაბრკოლება მას არ ხვდება, ის მიდის და მიამყობს ყველაფერს. ადამიანებო, ნადია ჩამოვიდა 3 წელი, წარმოვიდგინე 3 წლის წინ 3 პოეზიის საღამო ჩაატარა, ამდენი ჯილდოები, ამდენი და არ შეაჩერა არც ენის ბარიერმა, ბოდიში ნადია, არც საბუთის არ ქონა, არანაირი ეკონომიკურ მდგომარეობა ჩვენ ახალჩამოსულებს ყველას გვიჭირს ძალიან კარგად ვიცით და ყველაფერი დააკავშირებულია ხარჯებთან, ნებისმიერი ღონისძიება, ნებისმიერი მსვლელობა, ნებისმიერი თუნდაც კონკურსებში, მაგრამ ნადიას გარდა იმისა, რომ არის ნიჭიერი, არის შრომის მოყვარე და უაზროდ ფანატიკოსი თავისი ჰობისა და თავისი მწერლობისა, არის ძალიან დიდი ამბიციური ადამიანი და თუ ამბიცია არ გაქვს, ხო, ნიჭიერებას ისე ფასი არ აქვს, წინ ვერ წავა და ყოველთვის ერთ ადგილზე იქნება. ნადიას უსურვებ ძალიან დიდ წარმატებებს და ვიცი რომ მიაღწევს, რადგან აი ეს არის ნადია. შეუდრეკელი, შეუპოვარი, დაუმორჩილებელი, არავის არ უსმენს, თავისი აზრები აქვს, თავისი შეხედულებები აქვს, თავისი პოეზია, ლექსის სულობაც კი შეცვალა, ლექსის სტილიც კი შეცვალა და თავის სასარგებლოდ მოირგო. ნადია, გილოცავ ჩემი საყვარელი. ძალიან მიყვარს ეს ადამიანი, არ ვიცი როგორ და არანაირად იყო საქართველოში და როგორ ვითარდებოდა, მაგრამ მე ამისი თითოეული ნაბიჯის მოწმე ვარ, თითოეული წარმატების მოწმე ვარ და აღთვალებული ვარ და მინდა რომ წინ და წინ წავიდეს, რა თქმა უნდა ეს არის ჩვენი ქვეყნის სიამაყე, ეს არის ქართული სიტყვის და ქართული კულტურის დემონსტრაცია ამ უშველებელ უზარმაზარ სამყაროში, ამერიკაში და მინდა რომ რაც უფრო მაღლა აიწევა ჩვენი ქართული სიტყვა, ჩვენი ქართული ხელოვნება და ჩვენი პოეზია, უფრო ამაყები და უფრო ძლიერები ვიქნებით და მინდა რომ აი ეს როცა იქნება დაბრუნდეს საქართველოში, მარტო ნადია კი თითოეული ჩვენთაგანი და ჩვენი ეს უნარჩვევები აქ შეძენილი ძალიან ბევრი განათლებული, ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი ცხოვრობს ამერიკაში და მინდა რომ ჩვენი ქვეყნის საკითხით მოახმარონ ეს ცოდნა და განათლება და შეძლონ რომ როგორმე დავაკენოთ ფეხზე და გავხადოთ ისეთი ქვეყანა, როგორ
როგორიც ჩვენ გვინდა და როგორიც გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა და ჩვენმა მომავალმა იცხოვრონ ბზიურ და ლამაზ ძლიერ საქართველოში. დიდი მადლობა. სწორად მოუქცეულა რომ მე დღეს ჩემი რემონტი გქონდა და აბსოლუტურად ყველაფერი შევცვალეთ. აი ესოთი ლელა დაშვი შეგიძლიათ წინას დავწერდეთ კი? ლელა ხო, მავილები არ დაფარო აქეთ. ოდიში ქალბატონობა ქალბატონია მოდი ნათია შემომხედეთ ერთი მადლობა შენთან გადამაღებინეთ ხო? მოდი. ნახე რა ლამაზი. ვიდეო გადმოდი. ლელა ეს პრეზიდენტი სამჯერ ფოტო გადავიღეთ ლელასთან რაღაცებს და ამუშავებს. მოდი ცოტა ჩაწიეს ისა. უკან გაწიო, რა ხო? აი ეს კაი. სто შეაწყალეთ. აშა, ცია წამიყვანა. ნაცია მოიწია. ნაცია მოიწია.
ჩემი გოგოები დაიყენენ, ათია, ჩემი გოგოები არიან. ის ჩემი და ის შვილის დაქარი. ჩვენი შვილის არა, შვილის დაქარი. მარიამს იცოდა, შენი გოგოა. ეს დაქარი. დავით. ეს კაცი მეცია თქო. აბა ლამაზებო უკაცრავ თქვენ კაცი ხარ არა დაიჭირეთ ხელში ჭიქები და მიუჭახუნეთ ერთმანეს ანუ ერთად შეკარით ისა თაიგული მაგრამ დაგაბარდეს გამოიწეც აბა თაიგული შეკარით ცოტა დაბლა აი ცოტა ეს გამოიწეც და ეს გაიგინეთ ერთი ორი სამი იდეთი ერთი ორი მე კიდე შენზე